სპორტის მერეკი კულტურის სიახლეები ბერა ივანიშვილის მორიგი კონცერტი რუსთავში ცოტა ხანში დაიწყება პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თიკა წერეთელი ისაუბრებს თიკა როგორ მიმდინარეობს კონცერტისთვის მზადება სახელმწიფოების სასაჩვენ ახლა ვიყოფებით რუსთავში საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბერა ივანიშვილის მესამე სოლო კონცერტისთვის მზადება დილიდან დაიწყო. ტექნიკური სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და ბერამად რეპეტიცია უკვე გაიარა. ახლა უკვე კონცერტისთვის ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. აბა ვერავინ დროს გამოვში, მაინტერესებს განაცხადა საბრძოლო სამუშაო საუკეთესო. ყველაფერს ცდილობენ რა თქმა უნდა ჩაგვიშალონ კონცერტი. ზოგადად მთელი ტური გუშინაც ჩვენს მეგობრებს ახალგაზრდულიდან ბიჭებს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. პლაკატებს ხევდნენ, ეს გუშინიან დარიგებაში ყველაფერში. მაგრამ ფაქტის სახეზეა მე მგონი ბათუმშიც დაინახეს საჩხერეშიც და დღესაც აუცილებლად ნახავენ. რომ შეუძლებელია ჩვენი გაჩერება. სიმართლეს წინ ვერ გადაუდგები, ხალხს წინ ვერ გადაუდგები. დღეს გაჩერება დამარცხებას ნიშნავს. ომის დროს არ გავარდივარ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონცერტის ორგანიზატორებს პრობლემები მუდმივად ექმნებათ, ყველა კონცერტი მაინც წარმატებით ჩაატარდა. რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ბერა დღესაც ძალიან ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს გულშემატკივარს, მაგრამ როგორც გითხრა, მასთან ერთად დღეს ერთი უცხოელი შემსრულებელი წარსდგება სცენაზე, ისინი ორ სიმღერას შეასრულებენ. მე კი შეგახსენებთ, რომ კონცერტზე დასწრება თავისუფალია და დღეს 8 საათზე ბერას მესამე სოლო კონცერტი რუსთავში გაიმართება. დიდი მადლობა რუსთავიდან თიკა წერეთელი საუბრობდა.